აი დარჩენილი ლურჯი ნაწილი არის, ეს არის დარჩენილი დონეცკი. მთელი პრობლემა უკრაინის რაში მდგომარეობს. თქვენ ხედავთ, რომ აი ეს სლავიანსკ, კრამატორსკ, კონსტანტინოვკა, დრუჟოვკას აი ეს ხაზი ამას გაცელილია რუსეთის ფრონტის ნაწილი, აგერ ჩრდილოეთითაც აი გავიდნენ რაღაც ტერიტორიები დაიკავეს, ანუ მიმდინარეობს ფრონტის დამუშავება და გარღვევა, ერთ-ერთი მთავარი ქალაქი პოკროვსკი ნახევარალყაშია, მეორე კონსტანტინოვკაც ნახევარალყას უახლოვდება და მთელი პრობლემა რაში მდგომარეობს, ცით ამერიკას აქვს საშუალება პირობითად როგორც აჩვენა იგივე კურსკის მოვლენასაც დახმარება დაზვერვითი ინფორმაციის მიწოდება შეუწყდეს სერიოზული გარღვევები გამოიწვია ამ რუსების მხრიდან თუ იგივე ტიპის დახმარება აღმოუჩინეს და აი ხედავთ აი ამ მიმართულებით თუ გაიჭრენ რუსები ეს თელ ამ აგლომერაციას მომარაგების პრობლემებს უქმნის ანუ თელია ეს უზარმაზარი თავარი საყრდენი პუნქტი თავისი უზარმაზარი ძალებით რომელიც საჭიროებს ძალიან დიდი ოდენობით რესურსებით მომარაგებას ამ აგლომერაციას თუ შეუქმნეს პრობლემა პოკროვსკის დაცემის შემდეგ ფრონტის განვითარებით ჩრდილო დასავლეთის მიმართულებით და კომუნიკაციების გადაჭრის პრობლემა თუ შეუქმნეს და თუ დარჩა აი ეს ერთადერთი გზა მომარაგების რომელიც ასევე საფრთხის ქვეშ დგება იმიტომ რომ ჩრდილოეთიდან აი ეს ლიმანის მიმართულებიდან ხედავთ აი ეს ცისფერი ხაზებით მოხაზული ტერიტორიები ეს არის ტერიტორიები რომლებიც აი მიმდინარე თვეში რუსებმა დაიკავეს აქაც მიდის მოძრაობა დასავლეთისკენ ხო რუსებს შეიძლება ამერიკელებმა მისცენ საშუალება იმისა რომ თუ არ თანხდება უკრაინა ამ დონეცკის მიმართულების დათმობაზე ფიზიკურად აჩვენონ რომ ის მაინც განწირულია და შემდეგ წავიდეს უკვე მოლაპარაკება. უბრალოდ უკრაინელების პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ თუ დონეცკის ოლქი დაცემის საფრთხის წინაშე დადგა და მაგ პირობებში წავიდა მოლაპარაკება, მან რუსებმა შეიძლება საკითხი დააყენონ შემდეგნაირად. დონეცკი ჩვენი თავიღეთ. კი ბატონო, ეხლა ვისაუბროთ, ვისაუბროთ ზაპოროჟიეს დარჩენილ. კი, მე ზაპოროჟიეზე იტყვიან, უეჭველი. დათმობის სანაცვლოდ. აი, ეს ხო ჩვენი თავიღეთ, ამაში ხო ჩვენი ძალები დავხარჯეთ. ხალხი დაიხოცა, იარაღი განადგურდა. ეხლა რადგან ეს ჩვენი თავიღეთ, მოდი ვილაპარაკოთ აი ამაზე. ამ ტერიტორიის დათმობის შემთხვევაში თუ ეს ტერიტორია უბრძოლველად დათმო უკრაინამ, ეს რას ნიშნავს? რეალურ უსაფრთხოების გარანტიებს ისინი ვერ მიიღებენ, უბრალოდ ფრონტი იქნება უკვე აი აქ. ყველაზე გამაგრებული ეს ქალაქებით გაჯერებული ტერიტორია იქნება რუსების ხელში, ქალაქებით გაჯერებული ტერიტორია ნიშნავს დიდი ძალების კონცენტრაციის შესაძლებლობა შემდგომი განვითარების შეტევის განვითარების უფრო მაღალი შესაძლებლობებით და აქეთ შეტევის უფრო რთულად შეტევა უფრო რთულად ორგანიზებადია უკრაინელების მხრიდან, იმიტომ რომ უფრო დაცული. ეს ნიშნავს, რომ წარმოვიდგინეთ, რამდენიმე წელი რუსები ძალების დანაკარგების გარშე ამას აიღებენ, რამდენიმე წელი მოითქვავენ სულს, შეივსებენ დანაკარგებს და გარდაუვალი იქნება შემდგომი დარტყმა აი აქ დნეპრის დინარე დნეპრზე გასვლის ამოცანით იმისთვის რომ გადაჭრა ეს მიმართულება და გვესმის რომ ამოცანა იქნება ბევრად უფრო გამარტივებული იმიტომ რომ ტერიტორია მნიშვნელოვანი ტერიტორია გადასული იქნება რუსების ხელში და ახალი პლაცდარმიდან შეიძლება დარტყმა იგივე საფრთხე ემუქრება ჩრდილოეთით მერე უკვე თუ ამას აიღებენ მერე უკვე ხარკოვის მიმართულებას ეს არის სურათი რომელსაც უკრაინელები ამ მოლაპარაკებებით იღებენ რთული მათი მდგომარეობა გამომდინარეობს იმ ვითარებიდან, რომ თუ ამერიკა აწვევა ისე, რომ სხვა წინააღმდეგობის გაწევა არ შეუძლიათ, უბრალოდ სხვა გზა აღარ რჩებათ. ეგ სურათი შეიძლება იყოს. სხვა მხრივ ეს პირობები არის ძალიან მძიმე უკრაინელებისთვის, მათზე ამ პირობებზე წასვლა არ იქნება მარტივი, შეგვიძლია ეს ჩავკეცოთ. არ იქნება მარტივი, მაგრამ ვნახოთ შეიძლება დაუყენონ ისეთი პირობები, რომლებზეც უარის თქვა უბრალოდ შეუძლებელი იყოს.